კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მზარდია და ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურაც ქვეყანაში შესაბამისად ვითარდება. როგორც კომპანია e-Space-ის გენერალურმა დირექტორმა საქმის კურსის ეთერში განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლომდე მათ ქსელში უკვე 80-დან 100-მდე სწრაფ დამტენამდე იქნება ჩართული. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ დარგისთვის გამოწვევა ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი, რის გამოც ბაზრის მონაწილეების ნაწილს ელექტროდამტენების მომსახურებაზე ფასების ზრდა მოუწია. ცნობისთვის წელს პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებულია 34 მილიონ 300,000 დოლარის 2201 ცალი ელექტრომობილი, მაშინ როდესაც 2025 წელს სულ 29 მილიონ 500,000 დოლარის ღირებულების 1630 ცალი ელექტრომობილი შემოვიდა. საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი წლიდან წლამდე იზრდება. საინვესტიციო ბანკ გალტენ თაგარტის მონაცემებით გასულ წელს თლიანი სექტორის შემოსავალმა 5 მილიარდ 900 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან მხოლოდ სარემონტო მასალების ბაზრის ზომა 2,5 მილიარდი დოლარია. სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი 2018-2025 წლებში 9,6%-ით გაიზარდა, ხოლო წელს საინვესტიციო ბანკ გალტენ თაგარტის პროგნოზით სექტორი წლიურად 7,8%-ით გაიზარდა. სარემონტო მასალების ბაზარზე კი 10,4%-იანი ზრდაა მოსავალნელი. კომპანია ნოვას გენერალური დირექტორი სედიშერ ხიმშეშვილის განცხადებით ბაზრის ზრდაზე გავლენას ახდენს როგორც გაზრდილი მოთხოვნა, ისე პროდუქციაზე ფასების მატება. მისივე თქმით, ნოვა ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 12-15%-იან ზრდას ინარჩუნებს, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის მაჩვენებელი 10%-ით გამოჯობესდა. მიუხედავად ზრდისა, რეგიონული დაძაბულობა, კერძოდ ირანის მიერ ლითონისა და გარკვეული ნედლეულის ექსპორტის შეჩერება ბაზარზე ფასების ზრდასა და დეფიციტის მოლოდინს აჩენს. ჰიპერმარკეტების ქსელ გორგიას დირექტორის თორნიკე გურულის განცხადებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი გაყიდვები საშუალოდ 15-20%-ით გაიზარდა. როგორც გურული განმარტავს, ბაზრის ზრდას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. ქვეყანაში დასრულების ფაზაშია არაერთი მსხვილი საცხოვრებელი კორპუსი, რაც ავტომატურად ზრდის მოთხოვნას სარემონტო მასალებზე. ასევე თუ ადრე სამშენებლო აქტივობა ძირითადად თბილისსა და ბათუმში იყო კონცენტრირებული, ახლა ტენდენცია შეიცვალა და მშენებლობები გაიშალა რეგიონებშიც. ბაზრის ზრდას ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას, რადგან ქართული კომპანიები აღარ შემოიფარგლებიან მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით. მაგალითად, გორგია სამშენებლო მასალების ექსპორტსა და დისტრიბუციას ეწევა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საუდის არაბეთი. კომპანიის დირექტორი ვარაუდობს, რომ წელს სამშენებლო ბაზრის საერთო ზრდა 7-12%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა სექტორის ზრდასთან ერთად გამოწვევად რჩება პროდუქციის გაწვირება. მისი თქმით, გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების მატებისა და ლოჯისტიკური ხარჯების ზრდის გამო უახლოეს თვეებში სამშენებლო მასალებზე ფასების კიდევ 10-20%-ით მატებაა მოსავალნელი. 25 აპრილს არქიასამნების დიდი ფასტაკლების დღეს 291 ბინა გაიყიდა. ამ დღის მიმართ უპრეცედენტოდ მაღალი იყო ინტერესი. წინასწარი რეგისტრაცია 20,000-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა გაიარა. Grand Avenue-ის სივრცეში გამართული ღონისძიების ფარგლებში მომხმარებელმა ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებს და ბინა განსაკუთრებულ ფასად შეიძინეს, რომელიც ტრადიციულად მხოლოდ ამ დღის ფარგლებშია ხელმისაწვდომი. საცხოვრებელი პროექტი არქიასამნები მუხიანში მეტროსადგურ ახმეტელიდან 5 წუთის სავალზე რადიო ქალაქის გვერდით ყველა საჭირო ობიექტთან ახლოს ხელსაყრელ ლოკაციაზე მდებარეობს. კომპლექსთანაა სავაჭრო ცენტრები, სკოლა, ბაღი, უნივერსიტეტები, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები, მათ შორის თემკის განახლებული პარკი და თბილისის ზღვა.